მოგესალმებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს. სულ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია სამართალდამცველების მიერ გასული 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული კიდევ ერთი მსხვილი საპოლიციო ღონისძიების შესახებ, რომლის შედეგადაც დაკავებულია 47 ნარკოდამნაშავე. დაკავებულთა უდიდეს ნაწილს ნარკოტიკების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, უკანონო რეალიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა ედება ბრალად. დანაშაულები 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზებით სისტემატიურად ყიდდნენ. პოლიციამ დაკავებულების ავტომობილების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან იმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ჰეროინი, მეტადონი, ალფა-პვპ, სუბოქსინი, სუბოტექსი, მეტამფეტამინი, ჰაშიში, ოპიუმი, მარიხუანა და მცენარე კანაფი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 ტერცია და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. სურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ყველა იმ სამართალდამცველს, ვინც ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველდღიურად ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ღირსეულად ასრულებს საკუთარ მოვალეობას. ჩვენს მიერ გაცხადებული პოლიტიკა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კაფიო და უცვლელია. კანონის სრული სიმკაცრით დაიჯება ყველა ის პირი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.